საუკეთესო ლუდის მაღაზიათა ქსელი აბა დამათალე. ვაჟა-ფშაველას 23 ნომერში გაიხსნა ჩვენი მე-10 ფილიალი. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ 25 სახეობის ლუდი. მართვის სისტემა სუპერმარკეტებისთვის. უსაზღვრო კასტომიზაცია და სრული ინტეგრაცია. მეგაპლუსი, თანამედროვე სისტემა შენი ბიზნესისთვის. დღეს ვესტუმრეთ საჭიდაო კლუბ არაგველებს, კლუბ არაგველების წვრთნელები, სახელოვანი და ძლიერი სპორტსმენები, ბატონი ამირან სვანიძე და ვაჟა ბოძაშვილი. ბატონი ამირანი არის მსოფლიოს ჩემპიონი, არანაკლები არის ბატონი ვაჟა, ევროპის ორგზის ჩემპიონი და ასე შემდეგ. კლუბში არსებულ სიტუაციაზე გავისაუბრებთ წვრთნელებთან ერთად. ბატონო ამირან, თუ შეიძლება მოგვიყევით კლუბ არაგველების სპორტულ შედეგებს. მოგესალმებით, რაც შეეხება სპორტულ არაგველებს, დაახლოებით 10 წლეულია მოღვაწეობს არსებობს ეს კლუბი და საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს ბერძნულ მოჭიდრობაში. შედეგებიც ასაკობრივათაც გამოირჩევა არის ევროპის მსოფლიოს ჩემპიონი გორა ივაზიანი. ყავს ბიჭები, რომლებიც საკმაოდ კარგად ასპარეზობენ საქართველოს, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ანდრია პაპიაშვილი, დაჩი გოგრიტიანი, საქართველოს პრიზიორი, გიორგი ცაბაძე, ასევე გენო გოგბერაშვილი. და ასევე სხვა მრავალი გიორგი მაისურაძე, გურამი ბლიაძე და რავი მრავალი კაი მომავალი თაობა, რომელიც საკმაოდ წარმატებით და მონდომებით ვარჯიშობენ. მოუწოდებდი მშობლებს, ბავშვებს, ვარკეთილში მაცხოვრებელ ადამიანებს, საკმაოდ კარგი პირობები გვაქვს. ძალიან ისე ტრადიციული სპორტის სახეობა და რავი მოიყვანონ შვილები და შეიძენენ ბევრ მეგობარს, შეიძენენ ჯანმრთელები იქნებიან და წარმატებას თუ მიაღწევენ, ასახელებენ თავიანთ ოჯახებს, თავიანთ სამშობლოს და მოხარული ვიქნებით ჩვენთან მოსვლით. ვარკეთილის საჭიდაო კლუბ არაგველების დამფუძნებელი დირექტორი, ასევე წვრთნელი ვაჟა ბოძაშვილი. ბატონო ვაჟა, თუ შეიძლება მოგვიყევით რა მდგომარეობა დახვდათ, როგორი შენობა იყო, რა როგორ გაკეთდა და ვინ დაგიდგათ გვერდში? მოგესალმებით, მოგეხსენებათ სპორტული კლუბი არაგველები ჩამოყალიბდა 2010-2011 წლებში. ეს შენობა იყო ძველი კულტურის სახლი, საბჭოთა კავშირის დროს აშენებული შენობა, რომელიც იყო გაპარტახებული ძალიან ცუდ მდგომარეობაში, სავალალო მდგომარეობაში. მომიწია მე ამ უბანში გავიზარდე, დავიბადე ამ უბანში და მინდოდა რომ ჩემ უბანში ყოფილიყო, სადაც მე ფეხი ავიდგი, სადაც ვარჯიში დავიწყე, მინდოდა რომ ჩემ უბანში ყოფილიყო ძალიან კარგი შესაძლებლობა ახალგაზრდა თაობისთვის, რომ აქ ყოფილიყო სერიოზული სპორტული კომპლექსი. 10 წლეულები დამჭირდა ნამდვილად, დაუღალავე შრომა, რომ ეს ჩემი იდეები შემესხა ფრთები რო იტყვიან და მიმეტანა იმ ხალხთან, ვინც ეს ყველაფერი, ამ ყველაფერს გაიგებდა და გვერდში დამიდგებოდა და თქვენი ეთერის საშუალებითაც მინდა მადლობა გადაუხადო ქალაქ თბილისის მერს ბატონ კახიკალაძეს, საკრებულოს თავმჯდომარე იყო მაშინ გიორგი ტყემალაძე, რომელიც ძალიან გვერდში დაგვიდგა ამ კლუბის ესე ლამაზად გაკეთებაში. ბატონ რეზი სოხაძეს და ყველა იმ პიროვნებას, სპორტის სამსახურს, თბილისის სპორტის სამსახურს, ბატონ ირაკლი გვილავას გვერდში დაგვიდგნენ, ნახეს რომ ნამდვილად ამ სპორტულ კლუბში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვარჯიშობდა და ძალიან ცუდი პირობები ჰქონდა, არ ჰქონდა არც დუში, არანაირი სპორტული ინვენტარი და დღეს მოგეხსენებათ კი ნახეთ თქვენი თვალით ორ ხალიჩიანი სრული საჭიდაო კომპლექტი გვაქვს თავისი ტრენაჟორებით,
აგერ ბატონი ამირანი დაგვიდგა მე გვერდში როგორც მწვრთნელი და ყავს რამოდენიმე ჯგუფი, ასაკობრივი ჯგუფი და მიუყვებით ესე ქართულად ვაჟკაცურად ამ სპორტის სახეობას და ვემსახურებით რომ უფრო წინ და წინ წავიდეს ჩვენი სპორტის სახეობა, ხალხმა გაიგოს და ხალხმა იცოდეს რომ ნამდვილად ჭიდაობა არ არის მარტო ხალიჩაზე ჭიდაობა, მთელი ცხოვრება ჭიდაობაა და ბავშვობიდან რომ ვასწავლით ჩვენ როგორ რანაირად პირველი ნაბიჯების გადადგმას ამ ყველაფერში გვეხმარება ესეთი ლამაზი სპორტული კომპლექსი თავისი პირობებით, მშობლებიც მოტივირებულები არიან და რაც უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება ამ სპორტის სახეობაში მით უკეთეს. ჩვენ კლუბში ვარჯიშობენ ასევე უკრაინელებიც ჩამოდიან იმ ომის შედეგად მე დარჩენილი ბავშვები აქვს. ბევრი ნაკადი იყო თავიდან მოსული, ეხლა რამოდენიმე ბავშვი დარჩა და აგრძელებენ ჩვენ კლუბში ვარჯიშს და მოღვაწეობას. ასევე არ გვაქვს მარტო იმაზე გათვლილი ეს კლუბი რომ ყველა ოლიმპიური ჩემპიონი ნამდვილად ვერ გახდება და არიან ბავშვები შეიძლება არ ქონდეს ისეთი ფიზიკური მონაცემები რომ დიდ შედეგებზე იყოს რაღაცა გათვლილი, მაგრამ თითეული ესეთი სპორტული დარბაზი არ ემსახურება მარტო რომ დიდი ჩემპიონები გაიზარდონ, თავარია ადამიანები გაიზარდონ კარგი, მთავარია მამულიშვილები გაიზარდონ კარგი და ჩვენ ამ მწვრთნელები მოტივირებულები ვართ, რომ კარგი ნამდვილი ახალგაზრდები და ქართველი ვაჟკაცები გავზარდოთ ამ სპორტულ კლუბში. ავთანდილ ქორიძე, ესენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, აგერ დავით გობიჯიშვილი, თავისუფალი, რომან რურუა, ბერძნულმაული ვახტანგ ბლაგიძე და აგერ მანუჩარ კვირკველია, რომელმაც 2008 წელში მოიგო ოლიმპიური თამაშები და იმის მერე ბერძნულმაულ ჭიდაობაში სამწუხაროდ ჯერჯერობით ოლიმპიური ჩემპიონი არ ყავს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. აი ჩვენი სასახელო კაცი რევაზ მინდორაშვილი პირველი ოლიმპიური ჩემპიონი დავით სიმაკურიძე პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ძალიან ლერი ხაბელოვი ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე და თავკაცი ვიმყოფებით ჭიდაობის კლუბ არაგველებში და ვესაუბრებით ერთ-ერთ წარმომადგენელს გაგვეცანი მოგესალმებით, მე ვარ გენადი გოგბერაშვილი. გენადი, რამდენი წლის ხარ? 17 წლის. და რამდენი ხანია რაც ამ კლუბში ვარჯიშობ? 2 წელია ზუსტად რაც ვარჯიშობ, ძალიან ბევრი შეკრებაზე ვიყავით, ასევე გავიარეთ ბევრი შეჯიბრი, მაგალითად სასულხეთში დავიკავე მეორე ადგილი, ასევე მსოფლიო ჩემპიონი თემურ ყაზარაშვილის ტურნირზე ავიღე მეორე ადგილი და გავხდი ვიცე-ჩემპიონი, ხოლო ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ მოვიმზადოთ მაქსიმალურად. ძალიან კარგი, უახლოესი გეგმები რა შეჯიბრი გაქვს? საქართველოს ჩემპიონატი. როდის ტარდება? დიდი ალბათობით 2027 წლის ზაფხულის, არა, გაზაფხულის. დარწმუნებული ვარ, ჩემპიონი გახდები. ჩვენი კიდევ ერთი სპორტსმენი, ჩვენი ალექსი, მეტსახელად ლომი. ალექსი, მე ვიცი, შენ ეხა დაამთავრე, ხო სკოლა? რამდენი წელია რაც აქ ვარჯიშობ? კაი ხანია რაც აქ დავდიოდი ბავშვობიდან და უკვე აქ ხაური ვარ და უკვე ამათ ერთად მოვდივარ მთელი ვარჯიში რა მთელი რა ქვია წამოსვი და რაც პატარა ვიყავი აქ დავდიოდი სულ და იმის მერე ვარ ჩემპიონი რა სულ დავდივარ ისა სულ დავდივარ ხოლმე
ვარჯიშებზე და სულ იმაზე რა ქვია შეჯიბრებზე გავდივარ ხოლმე და ვიგებ ხოლმე რამოდენიმე ოჩახ ძალიან კარგი ლომო ჩვენო ლომო რა უფრო მოგწონს შეჯიბრზე გასვლა თუ შეკრებაზე მონაწილეობა ორივე მომწონს პირადად იმიტომ შეკრებაც კაია და მოგებაც უფრო მნიშვნელოვანია რა მოგებისთვის რა მოგებისთვის ყველაფერს გავაკეთე ალექსი აქ რომ მოხვდი თავიდან გასაგებია არიცოდი სუსტი იყავი თავიდანვე ლომი დაგარქვეს თუ მერე წამოვიდა ეგ სახელი რომ მოვედი მე და მე რომ მივეჩვიე მე და მე უკვე აი თავისუფლად თუ არა აქ რო არ ხოლმე რა აი ბავშვობიდან რომ წამოვყევი ამავე სიტუაციას მე მივხვდი რომ უკვე შანსი ქონდა იმის რომ მომიგორა მე რა და აი მადლობა რომ წინსვით მივდივარ რა ჩემ გზაზე და გზა მაქვს ბევრი გასავლელი რა ჯერჯერობით ძალიან კარგი ლომი ხარ და უფრო მაგარი ლომი იქნები ჩვენი ჩემპიონი გიორგი მაისურაძე. გიორგი, მოგვიყევი ერთი რაჭველი რო ხარ და მაგარი რო ხარ, ვიცით და აი დეტალებში მოგვიყევი შენი სპორტული კარიერა. ქართულ საზოგადოებას არ უნდა დავიწყდეთ, რომ სპორტი არის და სპორტული ცხოვრება, ესე ვთქვათ, ახალისებს ქვეყანას. სპორტი რა თქმა უნდა ახალისებს, მე ვიცი რომ შენ საკმაოდ წარმატებული ხარ და რამდენიმე ტიტული ჩამოგვითვალე, აი რომელი პირველი ჩემპიონობა როგორ გაგიხარდა, მეორე და ასე შემდეგ. აი 1-2 ეპიზოდი მოგვიყევი. პირველ ჩემპიონატი მოვიგე 4 წლის წინ. ესე რომ ვთქვათ, ავი ძალიან გახარებული ვიყავი. ესეთი რაღაცა არ განვიცდია, ესე რომ ვთქვათ და რავი, ყველა განიცდის იმედია ესე ჩემპიონობას. მადლობა, ყველაფერი წინა გაკ კიდევ. ჩვენი კიდევ ერთი ჩემპიონი გურამ ბლიაძე, წარმოშობით ხარაგაულიდან. გურამ, მოგვიყევი, სად დაიწყე ვარჯიში, აქ როგორ მოხვდი და რა წარმატებებს მიაღწიე ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში? 5 წელია უკვე ამ სპორტზე დავდივარ და ძალიან მომწონს ჩემი სპორტის სახეობა და ყველას მოუწოდებ რომ ამ სპორტზე იაროს, იმიტომ რომ ჯანსაღ ცხოვრებას მართლა არაფერი არ ჯობია. კიდე იმას ვიტყვი რომ ჩემ მწვრთნელებს მადლობა მინდა გადაუხადო იმისთვის, რაც გავუკეთეს ეს დარბაზი, თუნდაც თავიდან ეს დარბაზი არ იყო, სანამ ახალს გავუკეთებდნენ და იმ ხალხს კიდე მადლობა მინდა გადაუხადო, რომლებმაც თითოეულ რაღაც გააკეთეს, ამ აგურზე დადეს და ყველაფერი კარგი გააკეთეს. და მადლობას ვუხდი მათ ყველაფერთვის და წარმატებები კიდე დიდი არაფერი არ მაქვს, ისეთ არ გავსვარ ევროპაზე და რამეც, მაგრამ ფარხმას მაინც აყვი და ბოლომდე მინდა რომ მივყვი ამ სპორტის სახეობას და ღმერთის წყალობით ალბათ იქნება ის რაც ჩემ გულს უნდა და რაც წარმატებები მაქვს რა. აუცილებლად. ჩვენი ალექსანდრე მურღულია. გამარჯობა, მე ვარ ალექსანდრე მურღულია და დღეს ვარ მხიარული ამ ვარჯიშზე და მინდა ევროპის ჩემპიონი გამოვიდე და სოფიო. და მეტი რა ვთქვა. მრავალგზის. სულ მინდა რომ ეს არის ბერძნული ძალიან კაი ჭიდაობა. ოლიმპიური ჩემპიონობა ხომ გინდა? კი. რამდენ გზის? სამჯერ გეყოფა? 5 ხუთგზის მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი. რა ხდება? კი. ოჩა.
ჩვენი სტუმარი უკრაინიდან სახელად ალი ფროლოვი. Мене звати Алі, я приїхав сюди із України на деякий час. І дуже вдячний тренерам з України, дуже ще вдячний із Грузії, Важа Мас, Утарі Мас передаю привіт та Амірану Мас. Дуже дякую. ჩვენი ნიკოლოს შათირიშვილი გაიცანით. ნიკოლოს შათირიშვილი არის მანუჩარიასი, ჩვენი სახელოვანი მანუჩარის ოლიმპიური ჩემპიონის დის შვილი. და ნიკოლოს უნდა რომ თავის ბიძას მაგრად აჯობოს. აბა გითხარი ნიკოლოს, რას აპირებ? მე ვაპირებ რომ გავხდე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ხუთგზის მსოფლიო და ხუთგზის ევროპის ჩემპიონი. დაიმახსოვრე, ჩემი სახელია ნიკოლოს შათირიშვილი. გახდები კიდევაც. ჩვენი დავით ფროლოვი, ესეც უკრაინიდან. Я дуже вдячна, що мене прийняли в цю країну, Грузію. І я вдячний за те, що я можу навчатися у цьому клубі, у цьому залі. Я дуже вдячний, що мене тут приймають не як за біженця, а як за нормальну дитину і за нормальну людину. Та я дуже щиро вдячний, що мене навчають ці два тренери. Не Отарі Мас, а Важа Мас та Аміран Мас. Слава Україні! Дякую. ამირან მასწავლებელო, ტრადიცია მაქვს, რომ ყოველ გადაცემაში რაღაცა ჩემს საყვარელ ილეთს ვანახებ, ან ვინც არის ის ვასწავლი ხოლმე და ეხლა თქვენ მე რა უნდა გასწავლოთ და ბავშვობაში, როცა მეც კლასიკურ ჭიდაობით ვიყავი, დაკავებული, ძალიან კარგად გამოდიოდ და მოგვერდი. დავაკეთებ და შემიფასეთ რა, მახსოვს თუ არა, ესე მასწავლეს, აი. წელიდან მოგვერდი. კარგი იყო. კარგია. არაგველებს გაუმარ? ვაგრძელებთ ქართული ორთაბრძოლის ხრიდოლის მიმოხილვას ნუკრიმ ჭედიშვილთან ერთად. საბოლოოდ სამჭიდის სახე ხრიდოლის როცა ხრიდოლის ეროვნული ჩემპიონატი ტარდება სამჭიდის წესით პირველ რაუნდში არის ქართული ჭიდაობის წესით ჭიდაობა აი ეს ცოტა განსხვავებულია და ვეძახით ხარდიორდას ეს ძველი სახელია მისი მეორე რაუნდში მიდის ფარიკაობა ხევსურული ფარიკაობის წესით ოღონდ დარბილებული ხმლებია რა თქმა უნდა დარბილებული ხმლები იმიტომ რომ ბოლომდე მიდის დარტყმა და მოხდა მაჯიდან და ოთხქულიანი შეფასების სისტემა მთლიანად ხრიდოლის ყველა სახეობაში და მესამე რაუნდში ქართული კრივი, ესე იგი ხარდიორდა, ანუ ქართული ჭიდაობის გავსი სახეობაა, ფარიკაობა და მესამე რაუნდი ქართული კრივი. მაყურებელს აუხსნათ ქართული კრივი მხოლოდ მუშტიკრივს არ ნიშნავს. არ ნიშნავს, მუშტიკრივი ქართული კრივის ერთ-ერთი სახეობაა და კრივი თვითონ სიტყვა კრივი არის კრობიდან, კვრიდან ნაწარმოები, ესე იგი კრობა, კრივობა, ესე არის ნაწარმოები. ფეხით დარტყმებიც არის. ფეხით, ხელით და ქართული კრივის სახეობა არსებობს, სადაც ხის ხმლები და ნაბდის ფარებიც გამოიყენება და შურდულია სასროლად. ესე იგი კრა სადაც არის ხმალით კრავ თუ რითიც კრავ, არა მჭრელი იარაღით, არა მჭრელი იარაღით და ესე იგი არის მუშტიკრივი ცალკე, არის საცერული კრივით სავსე ცერათიძე, არა მჭრელი იარაღს საცერეს წამოიცოდნენ, იმით კრივობდნენ. არის სალდასტი კრივი, სალდასტებს ხის ხმლებს ეძახდნენ და ეს სალდასტი კრივი ცალკე სახეობასაც ნაბდის ფარი, ხის ხმალი, შურდული, სანამ გუნდები დაეჯახებიან ერთმანეთს. დასაშვებია და არის უბრალოდ კრივი, სადაც არ არის მითითებული რა შეიძლება და რა არა. ეს არის ხელჩართული ბრძოლა, აი როგორც დღეს წარმოვიდიოთ შერეული ორთაბრძოლები, ოღონდ აი დაახლოებით შორის აი ჩემს სახეობასთან მინდა პარალელი გავავლო. შიდოკანი ქვია, მაყურებელს მინდა მოუყვე, შენ კარგად მოგეხსენება. საბრძოლო სამჭიდი არის ეგეთი. პირველი რაუნდი ჩხუბობთ კიმანოებში, ჩოხებში, ესე ვთქვათ. ვიცი მე სახეობა მიყურებია თქვენი. კი, გდებებით შეიძლება დარტყმა ყველაფერი. მეორე რაუნდში უკვე დიდი ხელთათმანები და მუაი ტაის წესებით
კიკბოქსინგი, ტაილანდური კიკბოქსინგი და მესამე რაუნდი უკვე ეგრეთ წოდებული შერეული MMA გადაჭრილი ხელთათმანებით. ესეთი სამჭიდი ჩვენ შემთხვევაში რატომ არის ესეთი ამ სახის რატო არის სამჭიდი პირველი აი ქართულ ჭიდაობას რასაც ვეძახით ჩვენ და ძველად ერქვა ამ სახეობას ხარდიორდა და ეს იყო აი სულხან-საბა აღწერს რომ ხარდიორდა მოგვერდით ფუნდრუკი აი მოგვერდი და კისრული ორივე მოგვერდია ესე იგი მოგვერდისებური ილეთებით ჭიდაობა ესე იგი კონკრეტულად მითითებულია რისი უფლება გაქვს არავით არის ფეხში შესვლა და მსგავსი რაღაცები მოგვერდი გარეკაური შუაკაური რამე რაც შეიძლება რომ ხელის ფეხში მოკიდების გარეშე და ჩოგბჯენის გარეშე იჭიდაო აი ამას ერქვა ხარდიორდა მაყურებელს აუხსნით რატომ იყო ეგეთი შეზღუდვები ქართული ჭიდაობა და ორთაბრძოლები მოგეხსენებათ ყველაფერი არის ცხოვრებიდან და ისტორიიდან აღებული ლაშქრის შეჯახების დროს იყო სახიფათო ჩოგბჯენი დიახ რა თქმა უნდა რა ფეხზე დგომის ხელოვნება ეხმალავებოდი თუ რა ბრძოლაც იყო ფეხში შესვლა იმ შემთხვევაში წარმოუდგენელი იყო და ეს მაყურებელმა რა თქმა უნდა მაყურებელმა რაც იცის ეს ქართული ჭიდაობა ყველა ილეთი დაფუძნებულია რაზე შენ უნდა იყო ფეხზე მდგომელა მოწინააღმდეგე უნდა წააქციონ ნუ შემდეგ უკვე იქ ხმელი ეს არის ხერხემალი საბრძოლო ხელოვნების შენ დგახარ ფეხზე არ იქცევი და იყენებ ყველაფერს ომიდან გამომდინარე ქართული ჭიდაობა დღევანდელი ეგ არის როგორც გითხარით ძველი სახელწოდება მისი არის ხარდიორ და თვითონ სიტყვა ჭიდება ჭიდაობა მე-19 საუკუნეში მკვიდრდება მანამდე ჭიდაობას როცა ადამიანი შეერკინებოდა ერთ-ერთ რქვა რკენა და თუ კაცი და მხეცი შეეჭიდებოდა ამას ერქვა ჭიდება მაგრამ თუ კაცი ჭიდაობდა ამას ერქვა რკენა კაცი და მხეცი აი თქვა კამეჩს დაეჭიდებოდა მაგრამ არა იმას და თუ ორი ადამიანი ჭიდაოდა ამას რკენა პირველად აქვს თეიმურაზ მეორეს აქვს პირველად დაფიქსირებული ფალავად ჭიდება ესე იგი ეს არის მე-18 საუკუნის შუახანები მანამდე სიტყვა ჭიდება არ გამოიყენება ორი ადამიანის შერკინების დროს ამას ერქვა რკენა რკინობა შერკინება აქედან ეს არ არის იარაღით ეს არის ჭიდაობა და აი ჩვენი მეორე სახეობა რომელიც ხრიდოლში შედის სწორედ რკენა რომელსაც ხარდიორდასავით არ აქვს მითითება რომ უნდა გამოიყენო მხოლოდ მოგვერდისებური ილეთები როგორც სულხან-საბა ამბობს მოგვერდით ფუნდრუკი ანუ შეჯიბრი და რკენაში უკვე დასაშვებია დგომი ჩოგბჯენი რაც თავში მოგივა მტკივნეული იქნება მახრჩობელა იქნება რას იქნება ამას დამოშვით ილეთებს ეძახდნენ ძველ საქართველოში მახრჩობელა ილეთებს და დამოშვით ილეთები თუ რამც მოგივა თავში ეს შეგვიძლია გააკეთო უკვე რკენაში ამიტომ ქართულ ჭიდაობაში ხლა კი გასაგებია რომ ხარდიორდა ანუ ქართული ჭიდაობა არის ხერხემალი საბრძოლო ხელოვნების რომ ფეხზე უნდა დარჩე მაგრამ ესეთი იღბალიც შეიძლება არ გქონდეს რომ მოახერხო ფეხზე დაგდომა წაიქეცი წაგაქციეს იქაც უნდა შეგეძლოს ამიტომ ეს ორი სახეობა ძველ აღმართად მეფე არჩილი როცა აღწერს ქართული საბრძოლო ხელოვნების სახეობას ხარდიორდას და რკენას ცალ-ცალკე ახსენებს აუცილებლად რომ ეს ორივე უნდა მებრძოლს ცოდნოდა იმიტომ რომ ცოდნოდა წესების გარეშე ჭიდაობა და ცოდნოდა კონკრეტული წესით იმიტომ რომ ეს დღევანდელი ქართული ჭიდაობა შეიძლება ითქვას კონკრეტული დავალებით არ წაიქცე და მესამე სახეობა არის ქართული კრივი რომელიც არა მარტო ჭიდაობას ნიშნავდა უკვე ყრასაც ნიშნავდა ესე იგი რკენა და ყრა არის გაერთიანებული და ქმნის ხელჩართული ბრძოლის სისტემას რატო ჩაცმული და ჩოხით ჯერტი ჩვენ ვიმოსებოდით და ესე ვეჯიბრებოდით მე ეს რეალური ბრძოლისთვის ომისთვის იყო პრაქტიკული იმიტომ რომ ორი მეომარი როცა ეჯახება ისინი არ არიან შიშვლები ისინი არიან აღჭურვილები მათ აქვთ ქამარი მათ აქვთ იარაღი და 1000 რამე და ამიტომ შენ ეს ყველაფერი უნდა გამოიყენოს შენ სასარგებლოდ მისი ქამარი მისი შარვალი მისი სახელო მისი მაჯა მისი საყელო და ასე შემდეგ და ამიტომ ხრიდოლის საბრძოლო სისტემისთვის ეს მთავარი სახეობა არის ეს სამი მიმართულება ერთად ჭიდაობის ხელოვნება ჩხუბის ხელოვნება და იარაღის ხმარების წესი ნუკრით ჩვენ ვიცით რომ 97 წლიდან დაიწყეთ უკვე რეგულარული ბრძოლების ჩატარება საქართველოს ჩემპიონატების მაგრამ
სამჭიდის ჩატარება როდიდან არის ესაა საინტერესო. სამჭიდის სახე რახამ ეს ამ სახეობებში რაც ჩამოთვალეს ხუთი სახეობა ამ სახეობებში ცალ-ცალკე ტარდებოდა შეჯიბრებები, მაგრამ სამჭიდის სახე რომ მებრძოლს დაემტკიცებინა თავისი ხელოვნება ჭიდაობაში, ფეხზე დგომის ტექნიკა, ანუ ხარდიორდა დაემტკიცებინა თავისი უპირატესობა იარაღის ფლობის ხელოვნებაში, დაეჩვენებინა რომ ამაშიც ოსტატია და მესამე ქართული კრივი რო დგომში და ჩოგბჯენში ჭუბის ხელოვნება ეჩვენებინა. ეს გადავწყვიტეთ და დავაფუძნეთ რომ სამჭიდის სახე მიგვეცა მთავარი ჩემპიონატისთვის მოხდა 2001 წლის მაისის თვეში. ეს არის ჩვენ მას ვეძახით მემეტეს ტურნირს, მემეტეს ტურნირს ვეძახით იმიტომ რომ ფალავანი შემოსული სიტყვაა ჩვენში. აღმოსავლური სიტყვა გამორჩეული მეომარს ნიშნავს და ჩვენ თაში განსაკუთრებით შემორჩა მეტიდან ნაწარმოების სიტყვა მემეტე, რომელიც ნიშნავს მაგალითად ერთი ხევსურული ლექსი რო გავიხსენო, იქ ესია ნათქვამი შატილის ვინგიზით მემეტეთო ან მომიკლეს ქისტიშვილმა ხევსურთ მემეტე ქმარია. ესე იგი ხევსურეთში გამორჩეული ქმარი მომიკლესო ქისტიშვილმა. ბრძოლებს ხებზე უკეთეს და ამიტომ ესე იგი რჩეული მებრძოლის ქართულ სახელწოდებად გამოვიყენეთ ჩვენ მემეტე და მემეტეს ტურნირს ვეძახით 2001 წლიდან. სასროლი იარაღები რაც არის, მასაც ვეძახით შილინდს, მიზანში სროლას, იმიტომ რომ მაგალითად ფშავმა შემოინახა წესი, როდესაც ეჯიბრებიან მიზანში სროლაში, ამას ეძახიან შილინდს და ეს სასროლი მიმართულება ამ ხუთიდან ერთი რომელიც არის, ამას შილინდი ეწოდება. ფეხზე დგომის ხელოვნებას ხარდიორდა ეწოდება. ესე იგი ჩვენ ვცდილობთ რომ ის ქართული სახელები რაც იყო, ხარდიორდა, რკენა, შილინდი ფარიკაობა ყველაფერი ესენი ქართულზე იყოს დაფუძნებული და როგორც გითხარით 2001 წლიდან ტარდება უკვე 25 წელია მემეტეს ტურნირი ტარდება. ეხლაც ქონდა ჩვენ ამ წლის მაისის თვეში მემეტეს ტურნირი, მონაწილეობდა არა მარტო ხრიდოლის გუნდები, არამედ სხვა დავამატებ უბრალოდ ერთ მომენტს დავამატებ და მე მკვლევის შესახებ როგორც გითხარით თავიდან ეს მიზანი იყო რომ ეს წასულიყო ძალოვანი სტრუქტურებისკენ საბრძოლო უშუალოდ დამოუკიდებელ საქართველოს გამოეყენებინა ქვეყანას სახელმწიფოს გამოსდგომოდა იმიტომ რომ ჩვენ გვიშლიდნენ და აკრძალული ქონდა მაშინ როდესაც სახელმწიფო წაგვართვეს მართალია საბჭოთა დროს გარკვეული ფორმით სახელმწიფოებრიობა არსებობდა იმიტომ რომ 15 რესპუბლიკის ერთობა იყო და გარკვეული დამოუკიდებლობა გაგვეშთა მაგრამ ეს არ იყო ეს ჩვენი ოცნება არის არ იყო რაც საჭირო იყო რა და ამიტომ უკვე და აი იმითაც ჩანს რომ აი რაღაც ქართულის ესე წარმოჩენას გვიშლიდნენ ჩვენ და ეს 90-იან წლებიდან როგორც გითხარით იყო პირველი რომ უნდა სპორტული სახე მისცემოდა და სპორტული სახე უნდა წასულიყო საბრძოლო მიმართულებით და უკვე მაშინვე 97 წლიდან 99 წელს 2000-იანების დასაწყისში ქონდა მცდელობები რომ სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში ან ძალოვან სტრუქტურებში ჩვენ ეს შეგვეტანა და შესულიყო ეს და ცალკეულ ბატალიონებში მოხდა ესა რაღაც დონეზე მაგრამ ესეთი აქტიური და მთლიანად შესვლა მაგალითად პირველ რიგში თავდაცვის სისტემაში მოხდა 2008 წლის შემოდგომიდან როცა ჩვენ გარკვეულმა ჯგუფმა რომელსაც თვითონ თავდაცვის სამინისტროშიც უგრძალავდნენ ამ მიმართულებით მუშაობას არა იმიტომ რომ ახლა რაღაცა უბრალოდ ვიღაცებს ეს არ ესმოდათ მისი მნიშვნელობა და 2008 წლის შემოდგომიდან დაგვიკავშირდა თავდაცვის სამინისტროს სპორტის სამსახურის ჯგუფი რეზო კილაძე იყო განსაკუთრებით აქტიური ამ მიმართულებით და მისი მეგობრები და მათ გთხოვეს რომ შეგვეტანა ეს სისტემა თავდაცვის სამინისტროში ეს ყველაფერი რაც ხუთი სახეობა აღწერეთ ყველა საჭირო იყო იმიტომ რომ ის ფარიკაობა იგივე ჯოხით ბრძოლის ხელოვნებაა ჭიდაობა ხო აუცილებელი იყო ისედაც ხელჩართული ბრძოლა აუცილებელი იყო და სროლის ხელოვნებაც იმიტომ რომ ამ სროლის ხელოვნებაში შილინში შედის ქვა როგორი სროლო ანუ ყუმბარა როგორი სროლო ჯოხი როგორი სროლო დანა როგორი სროლო ეს ყველაფერი საჭირო იყო ესე იგი ხრიდოლით რაც იყო გაკეთებული მთლიანად იყო საჭირო მაგრამ ამას ემატებოდა კიდე იარაღთან აი ქუჩის ბრძოლების დროს ხელჩართული ბრძოლის დროს როგორც აგერთვია ავტომატი ან ხიშტით შეერაღებული მეტოქი ის წინააღმდეგ როგორ გებრძოლა და რაღაც და ეს უკვე 2008 წლის შემოდგომაზე ჯერ მე დავიწყე ეს მე ერთი კაცით შევედით ამ თავდაცვის სამინისტროში და უკვე გაზაფხულიდან კიდე დავიმატეთ მეგობრები ხრიდოლის ბიჭები რომლებიც ამ საქმეში ჩაერთვნენ და დღეისათვის თავდაცვის სამინისტროსი აი დიპლომირებული ჩვენ რო ეს გადაცემული გვაქვს დიპლომი ამისი თავდაცვის სამინისტროს და ხრიდოლის ფედერაციას ერთობლივად რო გადაცემული 100-მდე ინსტრუქტორი ყავს მომზადებული
განხილული თავდაცვის სამინისტროსին. გაზაფხულიდან 2009 წლის გაზაფხულზე ჩატარდა პირველი შეიარაღებული ძალების პირველობა ხრიდოლის წესებით ქართულ კრივში. ერთ წელს სენაკის ბაზაზე ჩავატარეთ 3 ჭიტშიც შეიარაღებული ძალების პირველობა და წლების განმავლობაში ეს სტარტდება სხვადასხვა ფორმით თავდაცვის სამინისტროში ხან არის რომ რაღაცა ამბები უწყობს ხელს რომ უფრო აქტიურად მოხდეს ჩართვა ან გააქტიურება ამისი ხან შეჩერება მაგრამ თავდაცვის სამინისტროს ცენტრში არის ხრიდოლის კლუბი, 2 წარმომადგენელი ხრიდოლისა მუდმივად არის 2008 წლიდან მოყოლებული, 2 ჩვენი წარმომადგენელი ინსტრუქტორად იქ და არა მარტო დიდები, არამედ პატარებიც იწვრთნებიან. ამაში და როგორც გითხარით, 100-მდე ინსტრუქტორია მომზადებული თავდაცვის სამინისტროში ამ მიმართულებით. ამის გარდა ჩვენ უშიშროებამ გთხოვა და გადაუმზადეთ გარკვეული ჯგუფი ძალოვანებისა დაცვის სამსახურებმა გთხოვეს, მაგალითად საქართველოს ბანკმა გთხოვა და 80-მდე დაცვის სამსახურის ბიჭი გადაუმზადეთ 10-15 წლის წინ ამ მიმართულებით და მოკლედ ძალოვანი სტრუქტურების მიმართულებით რაც ჩვენი ოცნება იყო რომ ეს ქვეყანას გამოსდგომოდა წლები ამ ხარეს მიდის მუშაობა. გისურვებ წარმატებებს და ბევრი მედლები თქვენზე არის. მადლობა. გაიხარეთ. საუკეთესო ლუდის მაღაზიათა ქსელი აბა დამათადეთ. ვაჟა-ფშაველას 23 ნომერში გაიხსნა ჩვენი მე-10 ფილიალი. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ 25 სახეობის ლუდი. მართვის სისტემა სუპერმარკეტებისთვის. უსაზღვრო კასტომიზაცია და სრული ინტეგრაცია. მეგაპლუსი თანამედროვე სისტემა შენი ბიზნესი